რატომ გასითვლება, რომ საჩითილე ნიადაგი უნდა იყოს, რაც შეიძლება მდიდარი ყველანაირი საკვები ნივთიერებით, განსაკუთრებით აზოტით, თუმცა სულაც არ არის ასე. სანამ თესლი ღვივდება და ემბრიონული ფოთლები არ გამოჩნდება, მცენარეს საერთოდ არაფერი არ სჭირდება, თუ რაიმეა საჭირო, ყველაფერი არის თავად თესლში. სჭირდება მხოლოდ წყალი, ჰაერი ფესვებთან და სითბო. ეხლა გაღვივების ვიდეო იმედია ნახეთ. შემდეგ პირველ ხანებში გრუნტი უნდა იყოს მაქსიმალურად ღარიბი, რომ მოხდეს ფესვების სტიმულაცია, რომ ფესვები სწრაფად გაიზარდოს, დაიტოტოს და ეფექტურად ეძებოს საკვები ნივთიერებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დასაწყისშივე საკვები ნივთიერებებს მივაყრით და გაღვივებულ ფესვს საკმარისი დახვდა, შეიძლება ითქვას, რომ ფესვები ზარმაცდება. დასაწყისშივე კარგად დატრენინგებული ფესვთა სისტემა კი შემდეგ ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. საერთოდ მცენარე რომ იყოს ჯამრთელი, ჯობია ცოტა აკლდეს საკვები, ვიდრე თავზე საყრელი ჰქონდეს. ზუსტად ადამიანივითა, ადამიანს თუ ზედმეტ საჭმევ, მერე ვითარდება მეტაბოლური სინდრომი, მეორე ტიპის დიაბეტი და დგება შესაბამისი შედეგებიც. ასეა მცენარეც. ამიტომ მე ვიღებ ღარიბ სუბსტრატს, ეს არის ტორფი. ვამატებ დაახლოებით 10% ნაცარს, რომელიც ძირითადად რა თქმა უნდა კალიუმია, ხოლო კალციუმი, მაგნიუმი და ფოსფატი არის უხსნად მდგომარეობაში. ვამატებ პერლიც, თუ არ გაქვთ შეგიძლიათ მსხვილი ქვიშა, ოღონდ გრავლი არა, მსხვილი ქვიშა დავუმატოთ, არა უმეტეს 20%-ისა. ეს საჭიროა, რომ ფესვებს წინააღმდეგობა შეხვდეს და უკეთ დაიტოტოს. რაც მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, პერლიტს აქვს ის უპირატესობა, რომ ის წყალს იკავშირებს და ნელ-ნელა გასცემს. თუმცა ჩითილობისას არ არის ეს მნიშვნელოვანი, პერლიტი წყლის მიკავშირების უნარი ზაფხულის სიცხეებშია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ახლა ჩითილობისას ისე რა, არც მაინც და მაინც. გარდა ამისა, საჩითილო ტორფში ვურევ ტრიქოდერმას და მეტარიზიუმს. ვასვალებ ისე რომ წყალი არ დადგეს და არ დაჭაობდეს, ვანაწილებ ჭიქებში და შემდეგ ვთესავ უკვე გაღვივებულ თესლებს. რაც შეეხება აზოტს, აზოტოვან სასუქს, ბიოჰუმუსს ან თხევად კომპოსტს ვუმატებ მერე, როცა ორი ემბრიონული ფოთოლი ჩამოყალიბდება. გარდა ამისა, მიკროელემენტებს ხელატური ფორმით ვუმატებ ასევე ორი ფოთლის ჩამოყალიბების შემდეგ. ხელატებზე ადრე მაქვს გადაღებული ვიდეო და სასურველია, როდესაც გრუნტი პრაქტიკულად წარმოადგენს მთლიანად ტორფს, ეს მიკროელემენტები დავუმატოთ უკეთ განვითარებისას. ახლა თქვენ ხედავს ტორფი და მიყრილი აქვს დაახლოებით მოცულობით 10% პერლიტი და ამდენივე ნაცარი. ეხლა მე ესენი უნდა ერთმანეთს შეურიო და შემდეგ ჩავყარო ჭიქებში. Так, აი გვერდზე ჭურჭელი რომ დგას, ერთ ბანკაში არის ტრიხოდერმა, მეორეში მეტარიზიუმი. გამზადებული ხსნარია შეიძლება ითქვას. არაფერი განსაკუთრებული აი აქ არ ხდება, ჯერჯერობით უბრალოდ ვურევ ამას ყველაფერს, რომ რაც შეიძლება ერთგვაროვანი მასა გამოვიდეს. ანუ ვიდრე კარგად არ შეურევ, არ მოვიშვები. ახლა რო შეურიე, უკვე ჭიქებში ვანაწილებ. შეხედეთ, ერთი ჭიქა, რომელიც შიგნით არის გაჭრილი, ადრე მე გაჩვენეთ ორმაგი ჭიქა ჩითილებისათვის, ახლა მასში ვდებ ჩითილს და ხარი მიწას. კიდევ ერთი შეხედეთ, ერთი გაჭრილი, ერთი გაუჭრელი, გაჭრილს ვდებ გაუჭრელში და
ვყრი უკვე გამზადებულ გრუნტს. შემდეგ დარგვისას უბრალოდ ამოვიღებ შიდა ჭიქას გარე ჭიქისაგან. მოვხსნი გარე ჭიქას ძალიან მარტივად და პირდაპირ ჩავუშვებ ნიადაგში. ასე 22 ჭიქა ეტევა აი ამ ტაზიკში, რომელსაც შემდეგ წავიღებ თბილ ადგილას და